საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა აღკვეთის მიზნით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. უწყება ივლისში სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინა. 4 ივლისს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული იქნა ერთი პირი, რომელსაც სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით თბილისის სენაკი ლესელიძის ავტომაგისტრალზე 56000 ლარის ღირებულების 12380 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6 და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 9 ივლისს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე დაკავებული იქნა ერთი პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელოს რეგიონში ბრალდებულისგან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი საერთო ჯამში 3180 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 14946 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6 და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 9 ივლისს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ხილებული იქნა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საბაჟო გამშვებ პუნქტ სადახლო საავტომობილოს გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 15209 ლარის საბაჟო ღირებულების 57.74 გრამის საიუველირო ნაკეთობები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10 ივლისს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ხილებული იქნა 2 პირი, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე ვალუტის გაცვლით ოპერაციებს აწარმოებდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. მათ შორის 47396 ლარი, 100450 რუსული რუბლი, 37700 თურქული ლირა, 1050 ევრო, 40300 სომხური დრამი და 1106 აშშ დოლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.